დღეს უკვე ზესტაფონში იმართება მორიგი აქცია, სკრინინგ აქცია, რომელიც დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით. აღნიშნული აქციები იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს რამოდენიმე კომპონენტს. ეს არის ზუზუს სკრინინგი, საშვილოსნო სკრინინგი, პროსტატისა და კოლორექტალის სკრინინგი შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, ასევე B ჰეპატიტის, C ჰეპატიტის და HIV ინფექციაში სკრინინგს და ჰიპერტენზიის მონიტორინგს. აღნიშნული აქციები, როგორც მოგახსენეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება და ხორციელდება და ეს არ არის ერთი და ეპიზოდური ხასიათის აქცია. ჩვენ მსგავსი აქციების ციკლის გაგრძელებას ვაპირებთ მომდევნო თვეებშიც, წლის ბოლომდეც პერმანენტულად ჩატარდება მსგავსი აქციები, რაც მიზანი ძირითადი, რასაც წარმოადგენს ჩვენი მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად მივაახლოვოთ აღნიშნული დაავადებების კვლევის შესაძლებლობა მოსახლეობას და მოსახლეობას მივცემთ იმის შანსი, რომ დროულად ადრიანად აღმოაჩინონ თუ რაიმე პრობლემა არის ამ მიმართულებით მათი ჯანმრთელობის, დროულად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ხელი შეუწყოთ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. დაგეგმილი აქცია შედგა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. აქტიურად იყო ჩართული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, ოჯახის ექიმები, მაღალი იყო აქტივობა, მინდა გითხრათ, დაახლოებით 65 ჯავშანი იყო გაკეთებული ზუზუს სკრინინგისთვის და იგივე რაოდენობით ველოდებით ჩართულობას იმ ლაბორატორიულ კვლევებზე, რომელიც მიმდინარეობს და კეთდება ამ მომენტისთვის. ამ მომენტისთვის ზუსტად ვიცით, რომ 60 პიროვნება გამოკვლეული იქნა CB, HIV და გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. ამავე დროს პარალელურად კეთდება დაავადებათა კონტროლის ჩართულობით წნევის სკრინინგი და სპეციალური კითხვარის ივსება და ხდება გასინჯვა არტერიული ჰიპერტენზიის დასადგენად და გარკვეულად წნევის გასაზომა, წნევის გაზომა მიმდინარეობს და მიმდინარეობს კიდე მამოგრაფით ზუზუს გამოკვლევა. ასევე ყველა ის კომპონენტი, რომელსაც კიბოსკრინინგი ითვალისწინებს. დაახლოებით 44 პიროვნებას უკვე შეევსო კითხვარი ჰიპერტენზიაზე და გაზომილი იქნა არტერიული წნევა. დაფიქსირდა 2 B ჰეპატიტი, ასე ვთქვათ, ეს არ არის დიდი მაჩვენებელი დაუშვათ იქიდან 60 გამოკვლეულიდან, თუმცა ძალიან საყურადღებოა თითოეული შემთხვევა. მე მინდა მიმართო ჩვენ მოქალაქეებს ივნისში დაახლოებით 16 რიცხვისთვის თუ რამე შეიცვალა აუცილებლად ვაცნობებ დამატებით, ჩატარდება განმეორებითი აქცია, იმიტომ რომ ეს აქტივობა დილით ძალიან მაღალი იყო. ჯავშნის გარდა მოვიდნენ მოქალაქეები, რომლებმაც ჰქონდათ საშუალება ან დაეცადათ, ან გადანცხადეს, რომ შემდგომ თვეში მიიღებენ მონაწილეობას, ამიტომ მინდა ყველას მივმართო მომდევნო აქციის დროს აუცილებლად გააკეთონ ჯავშნები თავის ოჯახის ექიმებთან ან მომართონ პოლიკლინიკის რეგისტრატურას, რომ ყველა დრო და წუთი იყოს გათვლილი და მათ არ მოუწიოთ, ასე ვთქვათ, მოცდამ. მე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ სკრინინგის აქციაში, ორგანიზებაში, წნევის გაზომვაში და ყველა იმ მნიშვნელოვან სიტუაციაში გვეხმარებოდა თვითონ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, პირველადი ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის პოლიკლინიკა. ეს ერთობლივად გაკეთებული საქმეა და განსაკუთრებული მადლობა მინდა თქვენს გითხრათ, იმიტომ რომ ყოველთვის აშუქებთ ჩვენ გადაცემებს და ჩვენს რეპორტაჟებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და კომფორტულია რაიონში ადგილზე მოხდა მობილიზება, ჩამოვიდა სკრინინგ ჯგუფი, მიეწოდა ჩემი სოფლის მოსახლეობას, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფუთის მოსახლეობას. ქალბატონები ჩაეწერენ სკრინინგზე, დაახლოებით 10 ქალბატონი იყო, ჩაიტარეს პირველადი კვლევები, პასუხები შესაბამისად იქნება. ეს არის დაავადების პრევენციისთვის, ადრეულ სტადიაზე გამოვლენისთვის და უფრო მეტად პროფილაქტიკისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად იქნეს ესა თუ ის დაავადება გამოვლენილი, შესაბამისად ამ შემთხვევაში ხა ზუზუს კიბოს სკრინინგზე, ჰეპატიტების სკრინინგის შემთხვევაში და დროულად იქნეს შემდეგ გაგრძელება მკურნალობა.